სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ეკლესიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ არის ხოლმე ესეთი ტენდენციები. ყოველთვის იყო, მაგრამ ჩვენ დღევანდელი დღე გვაწუხებს. როდესაც ქრისტიანები ხვდებით მწიგნობრები ამ სიტყვის სახარებისეული ტექსტის, ანუ ცუდი გაგებით. მწიგნობას არ შეუძლია ქრისტეს შემეცნება და არც რელიგიურ ადამიანს ფარისეულური ტიპის. გვახსოვს ჩვენ უფლის სიტყვები, რომ თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრების და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთ სასუფეველში. და ეს ტენდენციები ხანდახან რო გამოკრთება ხოლმე და ჩვენში არსებობს, ეს არის ძალიან ცუდი და საშიში. მე მაგალითად შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ დღეს ისეთი დროა, რომ სასწაულები აღარ ხდება, ან ჩვენ სასულიერო პირები, ან ზოგადად სასულიერო პირები, ან საერთოდ ქრისტიანები სასწაულებს ვეღარ ვახდენთ, ამიტომ მთელი აქცენტი უნდა გააკეთდეს განათლებას. ეს ძირშივე შეცდომაა, ამგვარი ფიქრიც კი და არათუ მე ამგვარი ცხოვრების წესის დანერგვა. მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ და ამგვარად აზროვნებენ, მათ საკუთარი თავიც აბსოლუტურად არ იციან, თუ ახლა წამთ ქრისტეს, არ იციან, რომ ქრისტეს შემეცნება შეუძლებელია, ქრისტეს ღმერთობის რწმენა, ახლა ვლაპარაკობ მე იმ საფეხურებზე, რომელსაც ადამიანი გადის, მინდობა ღმერთზე, მის და მის სიყვარული, როგორ უნდა იცნობდე ქრისტეს, როგორ უნდა გიყვარდეს ქრისტე, თუ მას არ იცნობ. და ცნობელობა უკვე მისტიკაა, ღმერთის ცნობელობა, უკვე სასწაული, ანუ არამიწიერი მოვლენაა, ეს არ არის რაღაც ინტელექტუალური შემეცნების პროცესი. ასევე ნდობის საკითხიც და თავითავად ეს ყველაფერი რწმენით იწყება, რომელიც პირდაპირ ამბობს უფალი, რომ თუ მამამ არ გამოგიცხადა, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმისა, რომ ქრისტეს ღმერთობა დაიჯერო და მე ამავე დროს გვასწავლის წმინდა წერილი, რომ თუ სული წმინდა ღმერთი, ანუ კლავ ღმერთი თუ შენში არ შემოვიდა და არ დამკვიდა და არ დაგეხმარა, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს ქრისტეს უერთგულო და ის შენი უფალი გახდეს, ის შენი მეუფე გახდეს. ამის შესაძლებლობა ადამიანს თავისთავად არ აქვს. ეს უკვე მისტიკაა და ეს უკვე სასწაულია. ხოდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანი ხარ მაშინ, როდესაც შენში ეს მისტიკური მხარე, შენი სარწმუნოებისა, შენი რელიგიურობისა, შენი მწიგნობრობისა, მწიგნობრობის უარყოფა და რელიგიურობის უარყოფა კი არ ხდება. რელიგიურებიც უნდა ვიყოთ და მწიგნობრებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ არა ახალი აღთქმისეული ტექსტების გაგებით, რომლებმაც ვერ იცნეს ქრისტე. არამედ ჭეშმარიტი ქრისტიანული გაგებით, სადაც სწორედ ეს მისტიკური მხარე დიახაც არსებობს და რომლის გარეშეც აბსოლუტურად შეუძლებელია ვიყოთ ქრისტიანები. კიდევ ერთი ნიუანსი, ძალიან მნიშვნელოვანი. მართლმადებელი ეკლესიის ყველა სხვა დენომინაციისაგან უმთავრესი განმასხვავებელი დოგმატებთან ერთად. რა თქმა უნდა, დოგმატები, ანუ თუ გამოცხადება ჭეშმარიტება, მაგრამ ესეთ რა არის? დოგმატი თავისთავად თუ ის არ გაცოცხლდა, თავისთავად რა არის დოგმატი? იქნება მწიგნობარი, ადამიანმა შეიძლება ყველა დოგმატი იცოდეს. მაგრამ დოგმატი მხოლოდ მაშინ არის მაცხოვრებელი პრაქტიკაში, როცა ის ადამიანებში პრაქტიკულ ცხოვრებაში ვლინდება. ანუ როცა ადამიანი ამ დოგმატის მიხედვით ცხოვრებას იწყებს, არა იცის უბრალოდ, არამედ ცხოვრებას იწყებს, ითავისებს, მის შინაგან სამყარო აქცევს. და აი, როდესაც ესე იგი ჩვენ ეკლესიაში ვიმყოფებით და როცა ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას ვცდილობთ, კიდევ მეორე უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი ღირებულება დოგმატებთან ერთად არის მისტიკური მხარე. ყველა რელიგიურობას გააჩნია მისტიკურობა, ვიღაცა იტყვის სხვა დენომინაციას რა მისტიკურობა არა აქვს, როგორ არა აქვს? არათუ სხვა დენომინაციას, ყველა რელიგიას აქვს მისტიკურობა. არათუ ყველა რელიგიას, ადამიანი თავად მისტიკური ფენომენია. აბა ის ინტუიცია რო აქვს, აბა იმედი რომ აქვს, აბა დროის შეგზნება რო აქვს. გესმით? აბა რაღაცა ყოველთვის რაღაცა ეგზისტენციალური ძრახვები და ტკივილები და სიკვდილზე ფიქრით. ეს ყველაფერი მისტიკური მხარეა. აბა ცხოველს ეს არის საერთოდ არა. ადამიანი იმიტომაც არის ადამიანი, რომ ეს აქვს. ანუ მისტიკური მხარე ადამიანს კი აქვს, მით უმეტეს თუ ადამიანი ფილოსოფიურად მოაზროვნეა, თუ ადამიანი ხელოვანია, ფიზიკოსებს ასე გამძაფრებული აქვს, ხო? და შეუძლებელია ფიზიკოს არ ქონდეს და რა თქმა უნდა რელიგიურ ადამიანს, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ მართლმადიდებლურ მისტიკაზე, არა ამ საყოველთაო მისტიკურ მხარეზე კი არ ვსაუბრობთ, რომელიც ყველას აქვს და ყველაფერს, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ საკუთრივ ღვთივ გამოცხადებულ, ქრისტეს მიერ დაწესებულ მისტიკაზე, როცა ის ამბობს, რომ შეჭამეთ ჩემი ხორცი და სისხლი და მე თქვენში ვიქნები. როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე არის ჩვენში და ეს არის სარწმუნოება. ამაზეა საუბარი. საწყენის და სამარცხვინო სწორედ ის არის, რომ
მართლმადიდებლები, რომლებსაც გვაქვს მოცემული სული სისავსე ღმერთთან საიდუმლო ურთიერთობისა, ძალიან ხშირად სწორედ არასწორად ფიქრობ და ვაზროვნებ. ცოდნაზე ვაკეთებთ აქცენტს. ცოდნაზე, რომელიც საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე აქცენტირება და დაპირისპირება მისტიკური მხარის, ანუ სასწაულისა, სასწაული ამ შემთხვევაში როგორც მისტიკური მხარე ქრისტიანის ცხოვრებისა, ეს ადამიანს აქცევს ან მწიგნობრად, მაგრამ კიდე მეორე მხარე აქვს ამას. შეიძლება წარმართად გადააქციოს წარმართი, ანუ ეზოთერიკოს, ეს ტექნიკური ტერმინია ეზოთერიზმი, რომელიც დაფარულ მოძღვრებას გულისხმობს მხოლოდ განდობილებისათვის, მხოლოდ ანუ რაღაცა განსაკუთრებული ფენის ან რასის ადამიანებისათვის, განდობილებისათვის, რომელსაც სხვა ვერ გაიგებს. სუდი გაგებით საიდუმლოება არსებობს, ეზოთერიკა, ანუ ეს შენ იცი გაიგე და იცი, იმიტომ რომ ღმერთის განსაკუთრებული მოცემულობა ხარ. სხვებმა არ იციან, სხვები ვერც გაიგებენ, შენ იცი ესა და აი აქ იბადება ხოლმე. ესე იქნებოდა სექტები. აი ზღვა სექტები იქნებოდა და არსებობდა, რომელსაც ქრისტიანობის, აღმოსავლური რელიგიის და ასე შემდეგ რაღაცა, კატასტროფული რაღაც ნაზავები იქნებოდა და უამრავი მიმდევარი ყავდა. რატო ემართება ადამიანს ეს? გონება და ცოდნა ხო, ეს ცოდნის მიღების უნარი ხო ღმერთისგან მოცემული უნარია. იმიტომ რომ ცოდნა ამპარტავნებს, ხოლო იმისათვის რომ ეს დაკომპენსირდეს, ადამიანი მარტო ინტელექტუალური აპარატი არ არის და ადამიანს მთელი სისავსე აქვს შესაძლებლობებისა და მისი გონება მარტო თეორიული შემეცნება არ არის. ამიტომ ძალიან საშიშია, როცა ადამიანი მისტიკურ მხარეს წყვეტს თავის სულიერ ცხოვრებაში და მარტო ცოდნას ეფუძნება. რა თქმა უნდა, არსებობს ისიც, რომ არ ცოდნას ეფუძნება, არც მისტიკა აქვს და არაფერი. ანუ ბევრი სახის დარღვევა არსებობს ქრისტიანის შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს არსებობს გულგრილობა, როცა ადამიანს არაფერი არ აინტერესებს, უბრალოდ რელიგიურ გზნობას იქმაყოფილებს და მორჩა. ადამიანს ზოგი არის გულმხურვალე და ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ გვერდზე მყოფი ადამიანი არ აინტერესებს და რასაც აკეთებს, ყველაფერს წყალში ყრის. ზოგს მაგალითად იესოს ლოცვა აინტერესებს, ზოგს მარტო ზიარება აინტერესებს, ზოგს მარტო კითხვა აინტერესებს, ზოგს მარტო წირვაზე დგომა აინტერესებს, ზოგს მარტო ქველმოქმედება აინტერესებს. ქრისტიანობა ეს არის მთელი სისავსე. ის არ შეიძლება დაანაწევრო, აი როგორც ადამიანს ვერ დაანაწევრო, ადამიანი დაანაწევრო მოკვდება. არ შეიძლება ქრისტიანობის დაანაწევრება, ეს თლიანი მოცემულობაა, რომელიც თავის თავში ყველაფერს მოიცავს. ერთის ხრივ ქრისტეში დამკვიდრდა მთელი ღმერთი, სრულად დამკვიდრდა ხორციელად, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის და როგორც იგივე პავლე მოციქული გვასწავლის, ქრისტეში ხორციელად მთელი სისავსე, ანუ მთელი სამყაროს მოიცავს. ყველაფერს ხილულს და არახილულს. ამიტომ ქრისტიანობა ერთი დიდი მოცემულობაა მთლიანი და ჩვენ არ შეგვიძლია იქიდან რაღაცები ამოვარჩიოთ. რატომ არის რომ ერთ-ერთი მთავარი, რითაც აი კარგ მონასტრებში თქვა და სამროლოშიც ასე უნდა იყოს იდეაში, რომ ადამიანი გაიზარდოს, პირველი რაც უნდა აკეთოს, ეს არის მორჩილება. და რატომ მორჩილება? იმიტომ რომ მორჩილება არის სიმდაბლის ყველაზე მძლავრი გამოხატულება და ნამდვილი. და ადამიანი, რომელიც სიმდაბლით იმყოფება ეკლესიის წიაღში, არა პრეტენზიულად, არა განკითხვით, არა აგრესიით, არა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არამედ სიმდაბლით, რომელიც აუცილებლად მორჩილებაში ვლინდება, ასე დროს ადამიანი ნელ-ნელა ივსება იმ სრული სისავსით და არა დადაწევრებულად, რომელსაც ეკლესიის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი მას აძლევს საიდუმლოებრივად. აი დღესაც ჩვენ რომ მათეს სახარება წავიკითხეთ, გვახსოვს ხო ის ტექსტი ორი ბმაროს და ბევრი შემთხვევაა ესეთ სახარებისეული, აღწერილი ან ერთ-იგივე მოვლენა სხვადასხვა კუთხით დანახული, მაგრამ აქ თავარი რა არის? მისტიკური მხარე ამისა. იმიტომ რომ ეს ჩვენ შეგვეხება და გავითავისოთ უნდა და შეგვეხება მხოლოდ მაშინ, როდესაც აქ სიმბოლურ მხარესაც დავინახავთ, ოღონდ ეს სიმბოლო მკვდარი სიმბოლო კი არ არის. ეს ის სიმბოლოა, რომელიც რეალურად თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში უნდა აღსრულდეს. ჩვენ ბრმები ვართ სულიერი თვალსაზრისით და ჩვენ დავინახოთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ღმერთს. ვერ ვხედავთ, არ ვიცნობთ, შესაბამისად შეუძლებელია გვიყვარდეს იგი. ეს პროცესი თუ არ დაიძრა ჩვენში თვალის ახელისა, ჩვენგან არაფერი არ გამოვა და საბოლოო ჯამში უღმერთოდ გარდავიცვლებით და უღმერთობა, ღმერთის დაუნახავობა, სიბრმავე ღმერთთან დაკავშირებით რა არის თუ არა ჯოჯოხეთი, ეგ არის ჯოჯოხეთი. როცა ღმერთთან კავშირის კომუნიკაციის საშუალება არ აქვს. ხო გვინდა და არ გამოგდის, რატომ არ გამოგდის, ხო? და ამაზეა ხო მთელი ქრისტიანობა, სიმდაბლე არა გვაქვს, ის უთავე გულისმიერი, სიწმინდე და ასე შემდეგ. და აი, როდესაც სახარებაში ხედავთ, რომ ეს ბრმები რო იჯდნენ და გაიგეს, რომ იესო წარმოვალს და
მე რო ეს რო გაიგეს, მე დაიწყეს ლოცვა, ხმამაღლა ხმობდეს და იტყოდეს შეგვიწყალენ ჩვენ უფალო ძეო დავითისო. ეს ლოცვა გაურთულდათ მათ, იმიტომ რომ ხალხი უშლიდა. ახლა თორსა შენ ღმერთთან კომუნიკაციას ამყარებ, უამრავი ამასოფლის სული პირველი რისხვი დამათ, ანუ რათა დადუმდნენ, ანუ ამასოფლის სული, ანუ ეს სამყარო აღდგება იმ წამს, რომ შენ წინააღმდეგ როგორც შენ გინდა, რომ ღმერთისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისინი არ გატყდნენ და უფრო იზღაღადებდნენ, უფრო მოუმატეს ღმერთის ძიებას, შეგვიწყალენ ჩვენ უფალო ძეო დავითისო. როცა არ გატყდნენ და კიდევ უფრო მეტად მოუწოდეს, გაჩერდა იესო. ანუ ღმერთი შენთან ჩერდება. როცა შენ გულმოდგინე ხდები, როცა შენ ამასოფლის სულს არ უთმობ და შენი ცხოვრება, შენი ყოფიერება კონცენტრირებული ხდება ქრისტეზე, ქრისტე შენთან გაჩერდება. დადგა იესო, მოუწოდა მათ, დაგიძახებს. თქვენ კი არ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ და გამოგირჩევს, მოგიწოდებს, მოუწოდა მათ და დიალოგში შემოვა და რქვა მათ, რა გნებავს და არა უბრალოდ დიალოგში შემოვა, არამედ შემოვა საოცარი იმედის მომცემი სიტყვებით და გეტყვის რა გნებავს და გიყოთ თქვენ, ანუ შენს გვერდზე დგება, შენ დახმარების ხელს გიწოდებს, ეს მისტიკა არ არის, ეს სასწაული არ არის და ამის გარეშე ქრისტიანობა არსებობს, ეს არის სასწაული. ეს ის კი არა რომ ვიცი ესე ყოფილა, ეს უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში რეალურად. ეს უნდა განიცადოს შენმა არსებამ შინაგან და მე უკვე დიალოგი ესია და რა უნდათ მათ, რათა აღვიხილნეთ თვალნი ჩვენი სხვადასხვა კონტექსტში სახარების სოლუში, სხვადასხვა აღწერა, სადაც არის უსინათლოების განკურნებისა, იქ ჩანს რომ ხედავენ, უფალს მიყვებიან. ეს არის ხო, მე დავინახო უფალი დავინახო და მას გავყვე და მე წერია უფალს შეეწყალა ისინი და შეახო თვალთა და მე აღიხილნეს და შეუდგეს მას. ხო, შეუდგეს. ნახეთ რა მოხდა მათ ცხოვრებაში თავარის კი არა რომ დაინახეს მზე და მთვარე და რაღაც, არამედ ქრისტეს გაყვნენ. ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ აი აქაც ეს ამ მაგალითს თუ განვავრცობთ, როგორ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ აი ამ მისტიკურ მხარეს ქრისტესთან შეხვედრისა, ქრისტეს ხილვისა, მასთან დიალოგისა და მერე გაყოლისა. და აი პავლე მოციქულიც გვახსენებს, აი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წამოვიკითხეთ პირველი დღეს, ნახეთ როგორ ამბობს, იხილეთ ანუ დაინახეთ, ჩინებულება ეგე თქვენი ძმანო, ჩინებულება, ანუ მოწოდება, უფალმა მოგიწოდა, გამოგირჩიათ, გითხრათ რომ გამომყევი, შენ აღთქმას დადე რომ შეუდგები ქრისტეს, როცა ეკლესია გეკითხება და შენ ამბობ შეუდგები ნათლობისას და ეს შენ ქრისტეს მიმდევარი ხდები და პავლე მოციქული ამას გახსენებს, ანუ გვახსენებს ჩვენ ყველას და გვეუბნება იხილეთ, ანუ შეხედეთ, კიდევ ერთხელ გაიაზრეთ, კიდევ ერთხელ გაითავისოთ. სულ მონახალი ღვთისმეტყველი ამას ხშირად ამბობს, რომ როცა ხედავ, რომ რაღაცა ღმერთის განცდა შენში აღარ არსებობს, გადახედე შენ რწმენას. შენ ხო გწამს, შენ ხო ქრისტიანი, გადახედე, კვლავ გადახედე, აბა, რევიზია ჩაუტარე. სადმე რამე ხო არ გეშლება, მართლა ქრისტიანი ხარ, ეგება გონია რომ ქრისტიანი ხარ. შეადარე ეკლესიის სწავლებას, ხო? და აი ამას ნიშნავს ეს იხილეთ თქვენი ეს ჩინებულება, ძმანო, გვაფრთხილებს. მე გვეუბნება რომ შენ ქრისტიანი რო ხარ, როგორ გონია რატო ხარ? მაგარი ტიპი ხარ უკაცრავად ამ სიტყვისთვის? მაგარი გონიერი, განათლებული, ღირსეული, ზნეობრივი, ესე დისციპლინირებული, მებრძოლი და რა ვიცი, კარგი ხარ რა, კარგი მაგარი ვინმე ხარ. ამიტომ ხარ ქრისტიანი, შენ ესე ფიქრობ? და ნახეთ პავლე მოციქული, ამიტომ ამბობ წმინდა წერილის ცოდნა, რომელიც არის სწავლება წაკითხვით. წმინდა წერილი უნდა განიცადოს, წმინდა წერილის კითხვა ლოცვითი ღვაწლია. ის მარტო ინტელექტუალურად არ შეიმეცნება, ის გულისმიერად შეიმეცნება და ცხოვრებაში ინერგება და ეს პროცესი ჩვენი 1000 სიცოცხლე, რომ დავიბადოთ 1000 სიცოცხლე არ ეყოფა აი პატარა ახალი აღთქმის წიგნების კორპუსის შესწავლას, ამ გაგებით შესწავლას. ესმით ის მუდამ გაგაოცებთ. მუდამ შეიძლება ეს განცდა გქონდეს, რომ მომწონს ჩემი თავი რა, მე სხვა არ გავარ სხვებს რა, მე მოვედი ეკლესიაში, მე ვირწმუნე ღმერთი და ასე შემდეგ ეს ფარულად ეს გველი ყოველას გვიზის არამრავალნი ბრძენი არიან. შეხედეთ თქვენ თავს და გვეუბნება, თუ ნამდვილი ხარ, ბრძენი კი არა ხარ ხორციელად. არამრავალნი ძლიერი არიან. არა ძლიერი კი არა ხარ, ფიზიკურად კი არა მარტო. ინტელექტუალურად, რა ვიცი.
არა მრავალნი აზნაურ, ანუ თავისუფლებაში კი არ ხარ შენ ეს ამ შემთხვევაში სოციალური მდგომარეობას იგულისხმება პირდაპირ გაგებით და შინაგანათაც შეიძლება გონია რომ შენ თავის არ ახარ ერთ-ერთი პრობლემა რითაც დაუპირისპირდნენ ქრისტეს ვინ იუდეველები ჩვენ თავისუფლები ვართ და არ ახარ თუ თავისუფლები უფალეობა რომელმა ქმნას ცოდვა იგი არის მონაი ცოდვის როგორ ახარ თავისუფალი და ამიტომ ეს ილუზია რომ ბრძენი ხარ ანუ ჭკვიანი ხარ რომ ძლიერი ხარ შენი სიკეთის კეთების უნარით, შენი ინტელექტით, შენი შესაძლებლობებით, თავისუფალი ხარ, შენ გადაწყვეტილებებში, ლაღი ხარ, ნამდვილი ხარ. არა გეუბნება. არა ხარ. შენ იმიტომ კი არა ხარ აქ რომ ეს ხარ. ანუ შენ გონი აქ რო ხარ, იმიტომ რომ ესეთი ხარ, მაგარი ხარ, არა. და უცებ ჩვენს დასამდაბლებლად პავლე მოციქული აგზელებს. არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმა. რათა არ ცხინოს ბრძენთან სულელი გამოირჩია ღმერთმა სულელი შენ ჭკვიანი ხარ რა ვიცი აქ ხარ ქრისტეს მიერ ხარ აქ სულელი უძლური იგი ამასოფლისანი გამოირჩია ღმერთმა რათა არ ცხინოს ძლიერთა უაზნონი ანუ ეს არათავისუფალი გამოირჩია უაზნონი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმა რათა არსნი იგი განაქარნოს, ანუ მთელი ეს გომარეობა სოფლის თითაც მოსწონს თავი, როდესაც მოსწონს თავი. ეს ყველაფერი განაქარვა უფალმა, არაფერს არ ნიშნავს ეს. ხო გეუბნებით გახსოვთ, ყველაზე წმინდა ადგილი დედამიწაზე. ის იყო იუდეა, იმიტომ იქ იყო ერთი ღმერთის რწმენის ხალხი. იუდეაში ყველაზე წმინდა ადგილი იყო იერუსალიმი. იერუსალიმში ყველაზე წმინდა ადგილი იყო ტაძარი. მაგაზე წმინდა ადგილი დედამიწაზე არ არსებობს. გარეგნულადაც ჩვენიერი იყო. იუდეველებს, რომელსაც არც მეცნიერება ქონდათ ძალიან დიდი და არც ფილოსოფია და არც სამხედრო და არც ინფრასტრუქტურა, ეს იყო ყველაფერი მათთვის. ეს იყო მათი ღირსება, ეს იყო მათი ღირებულება, ეს იყო მათი ეროვნული რაღაც სიამაყე. და ბუნებრივია რომ მოციქულები გამოდიან და აღთოვადნენ, აუ რა ხებმა უფალო შეხედე როგორი აშენებულია. ეგრევე ცივი წყალი გადაასხა. ხედავთ ამას, ქვაქვაზე არ დარჩება. ესია ყველაფერი ამ სამყაროში. მათ შორის შენი ღირსება, შენი ძლიერება, შენი გონიერება, შენი ნიჭიერება, შენი კეთილშობილება, შენი სიმართლე, შენი თავისუფლება, შენი პატრიოტიზმი, შენი რელიგიურობა, შენი კარგი კაცობა, ქვაზე არ დარჩება. აქ თუ ეს ყველაფერი ქრისტესთან ერთად არ არის და ყველაფერი განაქარვეს, ამიტომ უფალი ამბობს. რათა არა იქადოს ყოველმან ხორციელმან წინაშე ღვთისა. რა მოხდა რომ იქადოდე დიდი ამბავი? არაფერი. უბრალოდ შენი ქადილი შენთან ერთად გაქრება. 3 კილო ძვალი დარჩები შენი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში. დანარჩენი საერთოდ კაცშვილი ვერ იპოვის რა არის, მიწას შეერევა და ეს 3 კილო ძვალიც ნელ-ნელა დაიშლება და სული პასუხისგებლობით წამდგარი ღვთის წინაშე, რომელიც ღმერთს არ იცნობს, იმიტომ რომ არ უნდოდა. აბა წარმოედგინეთ. ის ძვალიჯობია იყო მარტო და სული საერთოდ არ ქონდეს და ეგრეაც უფალი ეგრეც ამბობს, ჯობდა საერთოდ არ შობილიყო ეს ადამიანი. არავინ არ უნდა იქადოდეს თავისით, იმიტომ რომ თავისით ადამიანს თავის სიცოცხლის წყარო არა აქვს საკუთარ თავში, ვერცერთი რაც არ უნდა ძლიერი და გონიერი და მაგარი და თავში დარწმუნებული ადამიანი იყოს, რო უთხრა რომ საჭმელს და აღარ მოგცემ და წყალს აღარ დაგალეინებ და ჰაერს გადაგიკეტა შიშსაგან, იმიტომ რომ მოკვდება. მან იცის რომ ცოცხალი რომ იყოს, ამისათვის ჭირდება გარედან ენერგია და ესეა ზუსტად სულიერი ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ცოცხალნი ღმერთის გარეთ. მაგრამ საოცრება ის არის, რომ ჩვენ ღმერთთან ერთად თავად ღმერთები ვხდებით მადლით. ანუ არაფერი ხარ, არაფერი ხარ, 3 კილო ისა ნაგავი ხარ ბოლოს და ბოლოს უკაცრავ. მაგრამ ყველაფერი ხდები ღმერთთან ერთად. ყველაფერი, ანუ ღმერთი ხდები ღმერთთან ერთად. ეს დიაპაზონი შენი პიროვნული არჩევანი უნდა იყოს, ეს დიაპაზონი დაძლიო და გაია. ამისათვის რა არის საჭირო? ობიექტური შეფასება შენი თავისა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხარ. ამიტომ აქ კიდევ ერთხელ სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი და საბოლოო ჯამში მორჩილება ეს არის ღვთის განგებულებისადმი, ღმერთისადმი მორჩილება. და თქვენ ხართ ქრისტე იესოს მიერ ვერაფრით ვერ იქადი, მაგრამ შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ ქრისტეს მიერ ხარ, რაც ხარ შენ, მხოლოდ ქრისტეს მიერ ხარ და რომელიც იქმნა ჩვენდა
ნახეთ და ჩამოთვლის. სიბრძნა ღვთისამიერ, სიმართლე, სიწმინდე, გამოხსნა, ანუ ყველაფერი თუ რამე ღირებულია ჩვენში, როგორც ქრისტიანში, ეს ყველაფერი არის ქრისტეს მიერ, არა დამოუკიდებლად. რათა რომელი იგი იქადოდეს, კი ბატონო, თუ გინდა რომ იქადოდე მაინდა-მაინც, რომ რაღაცა ხარ, იქადოდეს უფლისამიერ, ანუ ღმერთთან ერთად ვარ. როცა პავლე მოციქული ამბობს, მე რომ ღმერთს ვეუბნები მამას, მე კი არ ვეუბნები. ამაგარია, ხო ღმერთის შვილი ვარ. ღმერთის შვილი ვარ, მაგრამ მე კი არ ვეუბნები, ჩემში სული წმინდა ეუბნება. ანუ აქაც პავლე მოციქული ამბობს, რომ მე კი ღმერთის შვილი ვარ, მაგრამ ჩემით კი ვერა, ჩემში რო ღმერთია, იმასთან ერთად ვარ ღმერთის შვილი, გესმით? აი, სიბრძნე, დიახაც გვაქვს სიბრძნე, შორო სიბრძნე გვაქვს, ვისა აქვს ესეთი სიბრძნე? დიახაც სიმართლე გვაქვს, სიწმინდეს გვაქვს, აბა მაშინ როგორ უნდა ეზიარო თუ წმინდა არ ხარ? გამოხსნილიც ხარ, გადარჩენილიც ხარ, ყველაფერი ხარ ოღონდ ქრისტეს მიერ. და ეს რომ გაიგო, ნახე პავლე მოციქული ამას როგორ გაწოდის. და მე რაი მოვედ თქვენ და ძმანო, არა მოვედ მეტნობისა, სიტყვითა, სიბრძნისათა მოთხრობად თქვენ და წამება იგი ღვთის, ანუ ღვთის მოწმობა, რომ ღმერთი არის და როგორია, ეს მე მოვიტანე თქვენთან, ადამიანური სიბრძნისეული მჭერმეტყველებით კი არ მოვიტანე ეს, ღვთით მოვიტანე. ანუ არა მოვედ მეტნობის, ანუ მე მოვიტანე ეს და მოვედი თქვენთან ადამიანური მჭერმეტყველური სიბრძნით კი არა. რომ დამემოწმებინა ეს. და რატომ? იმიტომ რომ ჩემში ეს არ არის პავლე მოციქული ამბობს. კი, პავლე მოციქული უგანათლებულესი ადამიანი იყო, მაგრამ პავლე ამას უარყოფს, არ მინდა მე. ჩემში ეს არ არის, მე ამით არ მოვსულ ვარ თქვენთან. რატომ არ მოვსულ ვარ ამით თქვენთან? ანუ ჩვენ რო პავლე მოციქულს ვკითხულობთ, ანუ ჩვენ ზოგადად წმინდა წერილს ვკითხულობთ, იქ რა გვენიჭება, რა გვეძლება? ამ ქვეყნიური ფილოსოფიური სიბრძნე რა გვეძლება ჩვენ? აი ის გვეძლება, რაც პავლეს გულში აქვს. რამე თუ არ არის სხვაი დავიდე გულსა ჩემსა უწყებად თქვენ და ანუ არაფერი მაგ გულში ის რომ თქვენ მოგცეთ გარნა ქრისტე იესო ესეცა ჯვარცმული. აი ეს არის ზუსტად რომ თავარი არის ის რომ ჯვარცმული ღმერთი გვიქადაგა, რომელიც სასწაულებრივად, მისტიკურად შემოდის ჩვენში და არა ინტელექტუალურად. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, ჩვენ როგორ ვიმყოფებით ეკლესიაში, რა ღირებულებებს ვატარებთ, არ გამოგვეპაროს ის, არ გვეგონოს, რომ ჩვენა ვართ ჭკვიანები და ჩვენა ვართ განათლებულები, არ მოვიხიბლოთ მარტო თეორიული ღვთისმეტყველებით და ყველაფერი საბოლოო ჯამში ეს არის დადის ჯვარცმული ღმერთზე. ჯვარცმული ღმერთი უნდა ირწმუნო როგორც შენი პირადი შემოქმედი და გადამჩენელი და მხსნელი, რომელთან კომუნიკაციის გარეშე, რომელთან ურთიერთობის გარეშეც არაფერი არ გამოგვივა და ეს ყველაფერი კიდევ რომ გამოვიდეს, ჩვენ ვემსგავსებით მას სიმშვიდით, სიმდაბლით, გულმოწყალებით. და ხვდებით ისეთი, როგორც ჯვარცმული ქრისტიანი. მივდევთ მას, შეუდგები ქრისტესა ნათლობის აღთქმაში. მიუყვებით მას ბოლომდე და სადამდე გოლგოთა, ჯვარცმა, მერე აღდგომა, ამაღლება, როგორი ფორმით, რანაირი სახით, რანაირი სისავსით, როგორი ინტენსივობით ეს მან უნდა გადაწყვიტოს თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, თავისი პირადი გზა აქვს და ეს პირადი გზა ქრისტეს გზად იქცევა, როგორც კი შენ ემორჩილები ღვთისნებას. ამიტომ ჩვენ გამოხატავთ სრულ მორჩილებას განკაცებული ღმერთის მიმართ, ვსწავლობთ მისდამი მინდობას და წმენა კი დაუმსახურებლად მოგვეცა და მინდობაში ნელ-ნელა შემოდის ჩვენში მისდამის სიყვარული ცნობელობასთან ერთად, იმიტომ რომ ვერ შეიყვარებ თუ არ იცნობ. და ცნობელობა შემოდის მისდამი ერთგულებიდან გამომდინარე. ერთგული რო იყო, უნდა იყო მორჩილება. მორჩილება რო თავდაბალი და მორჩილი, თავდაბლობა და მორჩილება ისწავლება შეუძლებელია ღმერთის წინაშე იყო მორჩილი და ადამიანის წინაშე ურჩი. შეუძლებელია იყო ღმერთის წინაშე თავდაბალი და ადამიანის წინაშე ესე იგი ამაყი და ამპარტავანი. ეს არის თვისება, რომელიც ყველას მიმართ ერთნაირად ავლენს თავს. აი შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ ადამიანი არ გიყვარდეს. შეუძლებელია გიყვარდეს შენი ახლობელი, ოჯახი, მეუღლე გიყვარდეს, შვილი გიყვარდეს, დედა გიყვარდეს, მამა გიყვარდეს, მართლა გიყვარდეს. და შეუძლებელია მე აღარ გიყვარდეს სხვა ადამიანი. და არ შეიძლება სიყვარული თუ იქ ნამდვილია, თუ დედა მართლა გიყვარს. შეუძლებელია რომ სხვა ადამიანი გძულდეს და არ გიყვარდეს. გესმით? ეს უნივერსალური გზნობაა სიყვარული. ის ღვთაებრივი გზნობაა. ის არ შეიძლება ერთგან მუშაობდეს, მეორეგან არ მუშაობდეს.
ამიტომ როცა ადამიანები ეკლესიურად ცხოვრობენ და ღვთის მორჩილებით ცდილობენ ცხოვრებას, მაგრამ და აქ ამ დროს არიან პრეტენზიულები, ურჩები, თავხედნი ზოგ შემთხვევაში, ეს არ მუშაობს, არ შეიძლება, რაღაცა ტყუილია, რაღაცა ყალბია. არ შეიძლება გიყვარდეს შენი სამშობლო, ნამდვილი სიყვარული და სხვა გძულდეს, სხვა ადამიანები გძულდეს. არ შეიძლება ეს. კიდევ მეორე, თუ სიყვარული ნამდვილი და ჩვენ ნამდვილ სიყვარულს ვეძებთ, რომელიც არის ქრისტე იესო, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.